الحمد لله نحمده ونستعين ونستغفر ونعوذ بالله من شرور أنفسنا ومن سيئات أعمالنا من يهد الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له نشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له ونشهد أن سيدنا محمدا عبده ورسوله أما بعد فيا عباد الله اتقوا الله وأطيعوه إن الله مع الذين اتقوا والذين هم محسنون قال الله تعالى في محكم كتابه الكريم أستعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم وإذا قيل لهم لا تفسدوا في الأرض قالوا إنما نحن مصلحون إلى آخر الآية وقال النبي صلى الله عليه وسلم يا أيها الناس إياكم والغلو في الدين فإنما أهلك من كان قبلهم الغلو في الدين صدق رسول الله فيما قال أو كما قال ზირფასო მორწმუნეებო გამჩენმა ადამიანის შექმნა ღვთისმსახურებისთვის და დედამიწაზე კეთილმოწყობისთვის და არა აღვირახსნობისთვის დანგრევისთვის. სარწმუნო რელიგიური ცოდნა ადამიანი მიჰყავს სიბრძნისკენ და წესრიგისკენ, ხოლო უმეცრებას და ვნებებზე აყოლას მიჰყავს ადამიანი ძალადობისკენ. ისლამი კრძალავს ყოველგვარ უკიდურესობას. ალაჰის შუამავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამი, რომელიც ხადის შერიფში წავიკითხე შემდეგს ბრძანებს: ერიდეთ რელიგიაში გადაჭარბებას, რადგან თქვენამდე მცხოვრები სწორედ ამან დაღუპა. მუსლიმის გზა არის ზომიერი გზა, გონიერებისა და პასუხისგებლობის გზა. ძვირფასო მუსლიმებო, დღეს განსაკუთრებული საფრთხე მოდის მათგან, ვინც ისლამის სახელით არეულობას თესავს. გზავსი ჯგუფები თავს ჭეშმარიტების ერთადერთ მფლობელად აცხადებენ, ყურანს და სუნნეტს თვითნებურად მარტავენ და ისეთ სასიცოცხლო ცნებებს, როგორიცაა ჯიჰადი და თექფირი, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ იყენებენ. ყურანში გამჩენი ალლაჰი მათ თაობაზე შემდეგს გვამცნობს, როდესაც მათ მგზავს თემებზე აფრთხილებ, ისინი პასუხობენ, რომ ჩვენ არ ვართ დედამიწაზე არეულობის მთესველნი, არამედ ჩვენ მშვიდობის ყოფილნი ვართო. ძვირფასო მორწმუნეებო, უნდა გვახსოვდეს, რომ რელიგიის მფლობელი გამჩენი ალლაჰია და მისი ყველაზე სწორედ გამმარტებელი შუამავალი მუჰამმად სალალაჰუ ალეიჰი ვასალამია. არავის აქვს უფლება თავი აბსოლუტური ჭეშმარიტების საზომად გამოაცხადოს და მუსლიმი წმენის რიგებიდან გამორიცხოს. ძვირფასო მორწმუნეებო, დღეს გზავსი რადიკალური იდეები განსაკუთრებით ციფრულ სივრცეში ვრცელდება და საფრთხეს უქმნის ჩვენს ახალგაზრდობას, ოჯახობსა და საზოგადოებრივ მშვიდობას. ამიტომ სიფხიზლე ყველა ჩვენგანის ვალია. რელიგიური ცოდნა უნდა მივიღოთ სანდო წყაროებიდან და კომპეტენტური ადამიანებისგან. ახალგაზრდები მოვიყვანოთ გამჩენი ალლაჰის სახლებში და მათ შევასწავლოთ ისლამი. ძვირფასო მორწმუნეებო, დავიცვათ ჩვენი რწმენა მათგან, ვინც მას ბოროტად იყენებს. ისლამი არის სიცოცხლის, მშვიდობის და უსაფრთხოების რელიგია. ვიყოთ ფხიზლად, გონიერად და პასუხისგებლობით. ამით დავიცავთ ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს ერთიანობას და ჩვენს მომავალს. ალა ინნა აჰსანალ კალამი ვა აბლაღან ნიზამ კალამუllahil malikil azizil allam كما قال الله تبارك وتعالى في الكلام وإذا قرئ القرآن فاستمعوا له وانصتوا لعلكم ترحمون استعوذ بالله بسم الله الرحمن الرحيم إن الدين عند الله الإسلام